What's up, YouTube brothers? Salami ყოველს ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, დღეს არის, ესე იგი, რაღაც გარკვეული საინტერესო დღე ჩემთვის. კვირა დღე, დასვენება, მაგრამ გამოდის რომ ფაქტიურად ბოლოს წინა დღე რა რეგისტრაციის როგის ეხა დიდი ფაქტიურად შეიძლება ითქვას მაგათი ასაცმლის გარკვეული რაღაცა სავარჯიშო ინვენტარის მაგარი ესე შეიძლება ითქვას გულშემატკივარი ფანი ვარ. წლების განმავლობაში ვიწერ მაგ საიტიდან რაღაცებს და რაღაც საიტზე გაიჩითა რაღაც გარკვეული მაგათ აქვთ ხოლმე ონლაინ შეჯიბრები მე მაგრად მევასება და მაგ შეჯიბრში გადავწყვიტე რაღაც ვარიანტში ჩემპონში შეიძლება არც ავტვირთო მონაწილეობა მივიღო რა. შინაარსი რა არის? ქვია ესე იგი ROG Output Power Challenge. ანუ არის გარკვეული ესე იგი სამი მოძრაობა. არის წოლჭიმი, არის სკვათები და არის დედლიფტი. იღება როგორი სიტუაცია, ანუ ბოლო ჯამში გამარჯვებული ანგარიშდება ვინ უფრო მეტი ტონაჟი მოაგროვა რა ფაქტიურად და შინაარსი რა არის? შენი ფიზიკური წონის 75% არის bench press-ი, 100% არის წოლჭიმი და 125% არის დედლიფტი. ეხლა ავიწონედილი თუ არ ზუსტად 100 კილო. გამოვიდა როგორი სიტუაცია? გავიგე 4 დღით ადრე, 2 სუტკა ვაფშე დავისვენე. გუშინ ფაქტიურად, გუშინ წინ შეიძლება ითქვას ლაითად გავაკეთე კარდიო, გუშინ გავაკეთე სული დასვენება, გაწევრები მარტო და უბრალოდ რაღაცაც ქვია გახურების ვარიანტი. და ეხლა ვიტყვი ჩემ გარკვეულად რაღაცა ფეცის ვარიანტებს და ვიტყვი კიდე რით ჩავიტვირთე ეხლა ვარჯიშის შესაბამისად წინ. გარასმა არ დამიდგია. ფიქრობ როგორი სიტუაცია რომ მოვებზადო ნორმალურად. ნახოთ როგორი სიტუაცია გამოვა. მე უკვე წარმოდგენა მაქვს მიახლოებით რაც იქნება რა. წელი მაქვს მე ყოველთვის ყველაზე სუსტი ნაწილი შეიძლება ითქვას. გინდა არ გინდა ეხლა წონები გადავწყვიტე როგორი სიტუაცია. ჟიმი იქნება მიახლოებით 79 კილო, ბუქნები იქნება 102 კილო, 225 lbs-ი და მიახლოებით 130 კილო იქნება დედლიფტი რა. იქნება საკმარისი მეტი. იქნება როგორი სიტუაცია ესე იგი ფაქტიურად. მაგ ყველაფერს მე გავწონით, მაგ ყველაფერს მე ვიდეოში ვიჭველი მოგვიანებით იქნება. დილით ესე იგი საუზმე იყო როგორ 3 კვერცხი სილა, 1 მთლიანი კვერცხი, იყო შესაბამისად 130 გრამი პური სოდიუმის გამო ფაქტიურად და იყო 60 გრამი მანი ფაფა cream of wheat გამოდის რა ფაქტიურად და იყო 4-3 ბრინჯის ხლებცი. შინაარსი მთავარი 100 მიახლოებით 115 გრამი იყო ნახშირწყალი, 1-40-50 გრამი მაქსიმუმ იყო ცილა და ცხიმები ალბათ მინიმალურად მიახლოებით 1-10-12 გრამი. ეგ არის მაგარი ალერგიის პერიოდი მაქვს, ახლა ყოველთვის ესე მაქვს, ახლა ანტიგისტამინებს უბერავ, ანტიგისტამინები ცოტა პერფორმანსს უთყავს რა, რაც კიდე არ გავაჭიროთ საქმე. შინაარსი რა არის? მიახლოებით 1-12-13 დღე ალბათ იქნება რაც ლიგა დავამატე, 10 მგ-ის და ეგრევე გამბერა, ბურვაკივით შეიძლება ითქვას. ვიტამინი T მაქვს ახლა მიახლოებით 175 მგ, 1-120 მგ მაქვს მასტერი. გრძელი და ეგ არის იქ არის დავამატე პეპტაიდი მიახლოებით ბოლო 1-4 დღის განმავლობაში რა. ეგ ფაქტია შეიძლება ითქვას რომ ეს არაფერს დღეს არ იზავს. ეგ არის და ოქსანა მაქვს 5-5 დილით და საამბოს ფაქტიურად მილიგრამი. ეგ არის სხვა არაფერი ისეთ განსაკუთრებული. არანაირი ხა ისე სპორტული რაღაც ამბიცია არ მაქვს, ჩემთვის უბერავ. ეხა პერფორმანსზე თუ მივასაუბარი ხა ნეტა ტრუპიცაც ეხა ვიკეთებ, მაგრამ ნეტა ეხა ვაფშე არაფერ შუაში არ არის რა. პერფორმანსის მხრივ. მოვედი აქ, ჩემთან ვარ ესე იგი ხა ბაზაზე და ესე იგი როგორი სიტუაცია არის. კოფეინი, როგორც ბაზა. კოფეინი მიახლოებით ჯამში ალბათ ვიტყოდით 80, შეიძლება მაქსიმუმ 100 მგ მეტი არა. კოფეინი როგორი თემა არის ფაქტიურად. დღეს დავლიე აიქით მიდევს გარკვეული რაღაც ის ვარიანტი ხოლმე პრე-ვორკაუტი შეიძლება ამინო ენერჯი ქვია მაგას რა. ეგ დაუბერე. ეგ იყო ფაქტიურად. იყო ესე იგი როგორი სიტუაცია კიდე. Coq 10 დღეს დავლიე ეს მიახლოებით 3 ცალი. ეს არის 400 მგ-იანი, 1200 მგ. მეთილენი მქონდა ლურჯი ესე იგი. მეთილენი მქონდა, ეხლა ვიგეთქვით რამდენი. ეს იყო მიახლოებით 12 მგ, 4 ცალი, სწორია. 5 ამინო 1 MQ. ეს არის ძალიან საინტერესო ნივთიერება. ეს არის შეიძლება ითქვას როგორი სიტუაცია. NAD+ ეხლა ყოლა მიცით რაღაც გარკვეული მოლეკულა ენერგიის, რავი, თელი anti-age, თელი რაღაც ვიჟენიები, მაგას ბიოჰაკერები იქ საზოგადოებრივ და დაჟე ექიმებიც ამ თემებზე მაგრად ბაზრობენ. ეს არის გარკვეული ფერმენტია თუ არა ვსტები NMT-ის ინგიბიტორია რა. ანუ მოკლედ ეს უკეთებს ისეთ გარკვეულ ფერმენტს, რომელიც ანადგურებს და რომელიც შედის კონფლიქტში და წურავს, ჭამს NAD+ მაგას შესაბამისად აჩერებს ეს ნივთიერება და NAD-ის აწევა ხდება შესაბამისად
უფრო გაცილებით აქტიურად. ამას უბერო მიახლოებით 100 მგ-ს. დანარჩენი ამას ცოტას ბოლოს შევეხები. მქონდა ესე როგორი სიტუაცია. თქვენ რო ხდებოდეთ ყოველთვის როცა მიდის საუბარი გამძლეობაზე, ნერვული სისტემა აქვს ალბათ მიახლოებით 60-70% წვეთში უპირატესობა, იმიტომ რომ მან ნერვული სიტუაცია არის იმპონჩი, როდის გეტყვის ორგანიზმი, რომ დადე შტანგა რა დადე. და შესაბამისად რომ გავაკეთოთ მაქსიმალურად დოფამინის გააქტიურება და მაქსიმალურად ნერვული სისტემა ცოტა ესე შეიძლება ითქვას აღვიხსნათ. ყველაზე იდეალური პონტი არის ესე L-თიროსინი და 9 MABC. ესენი არის ორივე გარკვეული ისეთი ნივთიერებები, რომლებიც აქტიურებენ დოფამინს. 9 MABC მქონდა 10 მგ და თიროსინი ჩავყლაპე, ეხლა ვიგეთქვით 3 კაფსულა შესაბამისად რა. ეგ არის არაფერი სხვა განსაკუთრებული არ იყო და ესე იგი როგორი სიტუაცია არის კიდე სოდაზე მქონდა ექსპერიმენტი. მე მაქვს სოდა მაქვს ესეთი ფაქტიურად. ტაბლეტები არის და კიდე კაფსულებიც მეყარა სახში. გუში დავლიე სოდა მიახლოებით დღის განმავლობაში ალბათ წვეთში განაწილებული 1 ალბათ 18-20 გრამი. კაროჩე კუჭი ისეთ თემა არის რომ სოდას წვეთში აქვს საინტერესო ძალიან კვლევები რომ რეალურად გამძლეობას მატებს, მაგრამ ბრონირებული კუჭი უნდა ქონდეს. მე კუჭი მაგრად მიჩვახებს რა. ამიტომ გუში ვიყავი გაძლებაზე რა. გარკვეული რაღაცის თვალიანჩე ეს ჭვალები მადგებოდა რა, მაგრამ მაინც 18-20 გრამი გამომივიდა. დღეს ესე იგი მივიღე, ესე იგი სახში მიახლოებით 1-7 გრამი დავლიე და 1 საათი რო იყო გასული, ესეც მიახლოებით ჯამში ალბათ 1-7-8 გრამი კიდე აქ დავლიე რა. ეგ არის, ეს პონტი არის, ეხლა შეუბერავთ. გახურება იქნება დიჟენიები და მე ბოლოში შეიძლება კიდე რაღაცა ვიდეოს ვარიანტი გადავიღო, რაღაც მონაწყვეტი. ჩემ მოსაზრება ვთქვა. აბა let's go. ეგ არის. ისიც აქეთ. ეგ ბარი მაინც დაბლატებს მა. აი დადებალი. ეგ არ არის. მე რომ დავამატო ისიც. ისიც ხო დავამატო. ისიც გეძია გასა. მუშკარ, მე დაიწყე. ეგ არის დადეს. დინე იქ გადადებოდი მე რა. თითები. არ დაგებდა ჩემი ბრო. всё, კაგია. გადაარგი მანდ. ეგენი ერთი აქ. ეს კი ორივე გვჭირდება მანდ. ორივე გვინდა ეგ. ორივე გვჭირდება. ეგ არის გადადი. ჩანს. გომისაგან უკვე ბიჭო ეს მარცხენა მხარე. ჩა. ბალანსი. ვეჩა. კაია. ისინი ყოლა. მაგათი საიტე გამოწვევს. რა ვიხრე ვინოს ისე რა რეალური. შენ მამა მიეწვე უჯას. ბინი მეორე ზადა. დადე ბარი მეორე ზადა. და ეგ ზუსტად არის. ეხლა მომისმენ. უჯი გადმოდეწუთი და ეგ იქით გადადეგენ წია გასა. მეჩა. არ არის მა პრობლემა. არ ვიცი მე მერიანი შე. ისე გადადი. ეს ბევრი. ისეც გადადი. იმიტომ რომ დეფორმირებული ვარ საერთოდ. ისე ამიჭიც უთ ახლა ესე. აი წავლე მას. შენ აიძულე. ჩას რო. ვიცი? ეს როგორ. ჩას რო. კი, ზუსტად ყველაფერი დოფიცი. ეს აუჯი. როგორ? ეხლა შენ გაასურეს. ეხლა დროისა მე მომი დავკავ მაგას ჭირა. და ზეურა უკან მოიწეს პარი. და მუსკაში. ლომი. ჩალიჩი. ეს გააჩერე შენ მე ხლე შენ შოვი. ხო მიდი უცებ შეაბნი და ეგარი და ჩერე. ეს მე რა სუპირველია მამა. სუზევით არის? მუსიკა სუპირველია სუზევით. კაი. ეს ყურწავი. ცოტა ჩაუწია. აია. გუჯი დაბლაც მა. აგიჯო ყოველა და შენ არ არის. ვა. აბა გაიგოს. შეჩემა. დაბლა. მაგა.
შემოატრიალოთ, რომ აი გეძი, მაიცა. აი ხოდა გამოგვაჩინო კარგად საათიც და ის ამ მთლიანად ორმო ხო დაწინს ვინმე დაბლავო ჰა ხო ჩაწინე ანუ გადაწინე რა შეიძლება ეტა ეს რევოლუცია მოვიტანო მოძა 15 წამი გადაჭა წამი გადარჩა. საათის და შტანგაც საათი. 10 წამი დავაი გაიგე. დავაი გაიგე. ეგ არის ბიჭები რა, რაც ნახეთ ფაქტიურად ეგ იყო. მე ახლა სიმართლეს ვიტყვი ეგრევე თავიდანვე რა, რომ ჟიმი არ გამიკეთებია მიახლოებით ალბათ ერთი მინიმუმი 2 წელიწად ნახევარი. ეგ არის სვეტში. პირველი მომენტი მეორე. ჯამში რო ვანგარიშობდით მე და გუჯე 1-10 ტონა მინდოდა რომ გამიკეთებინა ჯამში რა. ხდებოდა იმ სიტუაციას რომ მან როგორ არის ხრიკია რომ მოგონილი როგორ აქვთ მაგაც. რო იყოს თქვა თავიდან ბუქნები და მე რეჟიმი და მე წიაგა. აი მაშინ იქნება ძალიან ადვილი გაცილებით რა და გინდა არ გინდა ახლა 100 კილო რო გიდევს და რო აკეთებ 40 ბუქნს თქვა რა. კიდე 30-35 გამერობა რო გააკეთო. გეჭედება წელი მაგრად და პახუდუ იღლები. რომ გინდა არ გინდა ბუქნები ახლა აი გინდაც აიღო თქვა და შენი წოდით ან გინდა რავი აი თქვა რავი დაიჭირო პროსტა რავი აი აქ ფრონტალურ პოზიციაში 20 კილო გამტელი და გააკეთე 40 ბუქნი იღლები მაინც რა. მაინც დიხალკას უტყავს ეგ არის და ყველაზე მთავარი კიდე რაც არის მე წელი მაქვს 2 აი ძალიან ჯიგრული ისეთი თიაქ არის რომ ეს არის ჩემზე ისეთი გარკვეული რაღაცა აი შეიძლება ითქვას რავი აი მადევს ისეთი გარკვეული ზოდი რკინის რომ მე ვერასდროს ვიცი ცვეთში რომ ძალიან დიდ წონებს და რაღაცა წიაგაზე ვერ ამოვწევ იმიტომ რომ წელი მაქვს 2 თიაქ არის და ვერ გამოდის რა აი ყოველთვის კვილის ტკივილივით მაქვს სულ ქრონიკულად ფაქტიურად რა მე რო არა ვარჯიშობდი ვაფშე მექნებოდა მაგარი პრობლემები რა და აი ტონუსი რო შევინარჩუნო შესაბამისად რაღაც ვარიანტში ხორცის
მაგისთვის ვარჯიშობ. ეხლა 230 და 235-ს ბაზარი არ არის ეხლა, ეგ ყოველთვის შემიძლია, მაგრამ ეხლა თქვენ რო ხდებოდეთ, რომ ვიღაც ტიპი, ვისაც თქვა აქვს წიაგა მიახლოებით, გინდაც ერთი 280-290, მაგისთვის 130 კილო. ის ტიპი, ვისაც თქვა აქვს 225, იქნება გაცილებით დიდი განსხვავება რა. გაცილებით მეც სამოიტანს, მაგრამ არ მიყვის სიტუაცია, ყველაფერი იყო გათვლილი, პროსტა რაღაც ჩემს დილიხოში ვცადე უბრალოდ რა. არაფერი განსაკუთრებული ისეთ ვარიანტში ამბიცია არ მქონდა. 10 ტონა გამოგვივიდა რაც არის რა. ჟიმმა გამაკვირვა იპონში რომ აი ეს დელტის სუნტკივა, ანუ მე ჩვეულებრივი განიერი ხვაკით ვერ ვეწევი ჟიმს, ანუ გამომივიდა ვიწროს ვაკეთებ სულ ტრიცეპსის ხარჯზე რა და რავი რაც არის, ეგ არის ფაქტიურად ალბათ წიაგის მოღავი მქონდა მიახლოებით რომ გამეკეთებინა ერთი 33-35 რა. თავიდან მქონდა გათვლა. ეხლა ვფიქრობ როგორ სიტუაციას. ყოველ წელს არის ხოლმე მსგავსი შეჯიბრები, ვფიქრობ რომ უნდა მივიღო მონაწილეობა. ნიუანსი რაში არის, რომ აი ეს ორი კვირა ეს ლიგანდროლის მიღება მეგრევე მოიტანა მიახლოებით 1-2 კილო ნახევარი, ეგ არის წვეთში. ლიგას როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ლიგანდროს სვავთ ნახდ ორიგინალ ლიგანდროს. წვეთში 1-10-12 დღეში კილო ნახევარი დან 1-2 კილომდე უეჭველი მოდის, უეჭველი ძალა მოდის და უეჭველი ის მონაკვეთები რაც გაქვთ თქვენ გენეტიკურად ძლიერი, მაგალითად მე მაქვს უფრო დელტი რა და მაქვს უფრო ის ვარიანტში ფეხები. სრაზუ ეგრევე მებერება რა. ეგ შინაარსი არის დანარჩენი ფაქტიურად ეგ არის რა. რაც გამოვიდა, თქვენ შეგიძლიათ ეგ სიტუაცია სადოთ, საინტერესოა ჩელენჯები რატო არის, რატო ონლაინის ჩელენჯები რატო არის კაი ზოგადად. კაი იმით რომ როცა შენ გაგისწორდება მიხვალ შენ კომფორტულ ზონაში, არ უნდა იარო არსად, რავი, ახლა აქ თქვა აი თბილისში ვარ ხოლმე შეჯიბრი ხოლმე მაინც შევცვალე სიკვდილი გწასვლა რა. 100-120 კილომეტრი გასავლელია გზა მაინც მაგრამ გლიფს. ეს ონლაინ შეჯიბრები კაი პონტი არის ძალიან. ისე საინტერესო არის აი ეს ფიქრობ ეხლა რომ იქნება ასაუტ ბაიკი დავითრიო ახლა მომავალში მე რა. ძალიან საკმაოდ ძვირი ის და მაგაში ასაუტ ბაიკი გამომდის ნორმალურად და მაგაში მივიღო მონაწილეობა. დანარჩენი ეგ არის რა, ეს პატარა ჩელენჯი თქვენც გაგიზიარეთ, ყველაფერი თქვი შესაბამისად და ეგ არის ბიჭები რა. ყველას დროებით ადიოს.